სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არ ღმერთს. მართლა იყოს. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, ღმერთმა მრავალს დაგასრულთ, თქვენ სრულიად საქართველო დღეს მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რომელიც 1918 წელს ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა ქვეყანამ. ამის შესახებ აუცილებლად მოგვიანებით მოგახსენებთ. ეხლა სახარების შესახებ უნდა გელაპარაკოთ ჯერჯერობით. დღეს გახლავთ მეხუთე კვირა აღდგომიდან, ესე ითვლება ხოლმე ლიტურგიკულ წელიწადში ყოველთვის ესეა, რომ ითვლება ან აღდგომიდან მე რამდენი კვირაა, ან დიდმარხვის მე რამდენი კვირაა, ან სულთმოფენობიდან მე რამდენი კვირაა. ჩვენ ვიმყოფებით ეხლა დროში, როდესაც აღდგომიდან ვითვლით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აღდგომის დღეებია და შესაბამისად მეხუთე კვირას ვითვლით, რომელსაც ეწოდება სამარიტელის კვირა. ეს გახლავთ ძალიან საოცარი ისტორია, რომელიც მხოლოდ იოანეს სახარებაშია მოთხრობილი და მე მინდა თქვენი ყურადღება მივაყრო ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს. სახარება საკმაოდ ვრცელია, ეს არის დიალოგი მაცხოვრისა ერთ-ერთ სამარიტელ ქალბატონთან. და ვინ იყვნენ სამარიტელები და რატომ მოხდა აქ საერთოდ, რატომ მივიდა იესო ქრისტე და რატომ გაჩნდა ამის საჭიროება, რომ იქ ეკადაგა, იმიტომ რომ ჯერ ებრაელებისთვისაც, თავისი მოციქულებისთვისაც კი არ ქონდა ის სიტყვები ნათქვამი, რაც მან აი ამ ქალს გაანდო უდიდესი საიდუმლოება, რომ ის არის თვითონ მაცხოვარი და მესია. ამიტომაც მოდი ცოტა თანმიმდევრულად მივყვეთ ამ საკითხს და ვნახოთ აბა რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის და რატომ იკითხება სწორედ აი ამ დღეებში. პირველ რიგში უნდა იცოდეთ ვინ არიან სამარიტელები. სამარიტელები გახლავთ ადამიანები, რომლებსაც დღევანდელი გაგებით, კლასიკური გაგებით სექტანტები არიან. ისინი იყო რაღაცა გარკვეული ტერიტორია ისრაელის სამეფოში, როდესაც მოხდა მათი გადასახლება. მერე იქიდან დააბრუნეს ვიღაც სხვა ხალხი, ძალიან აირივნენ და დაირივნენ ერთმანეთში. ნახევრად ებრაელები იყვნენ, ზოგი არც იყო ებრაელი, მაგრამ მათ ჰქონდათ ესეთი რელიგიური ცნობიერება. მიიღეს მაგალითად მოსეს 5 წიგნეული. ამას აღიარებდნენ, მაგრამ არ აღიარებდნენ დანარჩენ სხვა წიგნებს. ასევე ჰქონდათ გარკვეული პრობლემები სხვა რელიგიურ პრობლემებთან ერთად, ის რომ თვითონ მოიწყვეს რაღაცა მთა და იქ აღასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას. ესეც რა თქმა უნდა ებრაული საზოგადოებისთვის დაუშვებელი იყო, იმიტომ რომ ერთადერთი მსხვერპლშეწირვის ადგილი ეს იყო იერუსალიმი, სადაც იდგა სოლომონის მიერ აშენებული ტაძარი. სხვაგან მსხვერპლშეწირვა არაფრით არ შეიძლებოდა. სინაგოგა შეიძლებოდა ყოფილიყო შესაკრებელი, სადაც ადამიანები დასხდებოდნენ და წმინდა წერილს განიხილავდნენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მსხვერპლის შეწირვა. და ეს სწორედ ისრაელის სამეფოს, როცა გაიყო ორი სამეფო, მათი მოფიქრებული იყო ისრაელის და იუდას სამეფო, ესე მოხდა, გაიყოდეს ისტორია შორს აგვიყვანს, ახლა დეტალებში ვერ განვიხილავთ. სოლომონის შვილის რობოამის და იერობოამის, ესე გაიყო, იერობოამი ერქვა მის მხედართმთავარს და რობოამი მის შვილს და მათ მოვიდათ კამათი ერთმანეთში და გაიყო ეს სამეფო ორად, იუდაში დარჩა სოლომონის შვილი და ისრაელის სამეფო ჩაუდგა იერობოამის სათავეში და რომა რევლოთ ისრაელიანებს იუდეაში და კონკრეტულად იერუსალიმში და იმათ სარწმუნოებისთვის არ მოესმინა და ქვეყნის გაერთიანება რომ არ მომხდარიყო, ამისთვისაც ააშენა მან ეს სამსხვერპლო ცალკე, რომელიც შემდგომში უკვე ამ სამარიელებმა სათავისოდ გადააკეთეს და თვითონ ამბობდნენ და ესე იყენებდნენ მას. ცოტა ვცლად იმიტომ მოგიღებით, რომ უნდა გესმოდეთ ვინ არიან სამარიტელები. დღევანდელი კლასიკური გაგებით კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ესენი არიან სექტანტები. აი როგორც ჩვენ მაგალითად ვეძახით იეღოველებს, 50-იანელებს, ევანგელისტებს და ასე შემდგომ უამრავი შეგვიძლია ჩამოთვალოთ, რომლებიც არიან სექტანტები. მაგრამ საოცარი იცით რა გახლავთ, რომ სამარიტელის შესახებ ჩვენ პირველად არ ხვდებით სახარებაში საუბარს. სამარიტელზე საუბარია მაგალითად იგავს, როდესაც ყვება მაცხოვარი, იქ ნახავთ, რომ მოწყალე სამარიტელის შესახებ ყვება იგავს, რომ მღვდელმა ვერ გადაარჩინა დაჭრილი კაცი, რომ ლევიტელმა ვერ გადაარჩინა დაჭრილი კაცი, ისე ჩაუვარა გულგრილად გვერდზე და ვინ უშველა სამარიტელმა, რომელიც არ არის მორწმუნე, რომელიც სჯულს არ იცავს ისე, როგორც ებრაელები იცავენ. ამის შემდგომ თუ გახსოვთ კიდევ ერთი მოვლენა 10 კეთროვანის განკურნებისა. 10 კეთროვანი განიკურნა კეთრისგან
ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ვინ იყო ეს ერთი სამარიტელი. აი აქაც ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ სამარიტელთან მიდის სამარიაში მოდის მაცხოვარი ეს არის ძალიან პერიოდი ნახეთ როგორია მე-6 ჟამი არის დაახლოებით ჩვენი დროით 12 საათი და თქვენ უდაბნოში 12 საათი წარმოგიდგენიათ რა ტემპერატურაა და რა სიცხეზეა ლაპარაკი. აი ამ დროს ჩამოჯდება ის ჭასთან და ამ დროს მოდის ეს ქალბატონი რომელმაც უნდა რომ ჭიდან წყალი ამოიღოს. ესეც უჩვეულო მოვლენაა, იმიტომ რომ ამ დროს ჭაზე არ დადიოდნენ. ამ დროს საერთოდ ხდება უდაბნოში ცხოვრება. მინდა გითხრათ რომ იქ იცით როგორი რეჟიმი არის. დილით როგორც კი თენდება დაახლოებით 5 საათისთვის ისინი ფეხზე დგებიან და დაახლოებით 11 საათამდე მუშაობენ. 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე საერთოდ გარეთ არა ყველაფერი იკეტება ხოლმე. ეხლა როდესაც განვითარდა სამყარო და კონდენსიონერები უდგა, ყველგან შეიძლება აღარ იკეტებოდეს, მაგრამ ადრე აბსოლუტურად ყველაფერი იხურებოდა. ვერაფერს ვერ ნახავდი, ჩვენ აზიის ქვეყნებში ყველაფერი დაკეტილი იყო ამ პერიოდში და ხალხიც ვერ გამოვიდოდა გარეთ, იმიტომ რომ ისეთი მხურვალება არის, რომ შეიძლება ადამიანს გული შეუწუხდეს, ცუდად გახდეს. ამიტომაც სახლიდან ფაქტიურად არავინ არ გამოდიოდა, მაგრამ ეს ქალბატონი კონკრეტულად ამ დროს მოდის. ამას თავისი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ 5ჯერ განათხოვარი ქალია და არ უნდა რომ ხალხმა მის ზურგს უკან ილაპარაკოს. მე მახსენდება ერთი მამაკაც ვიცნობდი, რომელსაც 3 ცოლი ყავდა და გამუდმებულად სულ ესეთი საშაყირო თემა იყო უკაცრავად, მაგრამ სულ ამაზე რაღაცა ხუმრობდნენ, მის პირს ზურგს უკან თუ პირში ეუბნებოდნენ, რომ რა იყო ეს, ახლა წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც 5ჯერ განათხოვარია. არ უნდოდა მას ამ საზოგადოებასთან ერთად თუნდაც წყლის ამოღება, იმიტომ რომ გამუდმებულად ამ თემაზე უნდა ყოფილიყო ლაპარაკი და საქილიკო უნდა ყოფილიყო ეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ არ არის ეს კარგი და ლამაზი საქციელი. მაგრამ ნახეთ მაცხოვართან მიმართებაში როგორი ამბავი ხდება. მაცხოვარი მასთან იწყებს დიალოგს. ეს არის საოცარი პედაგოგიკა. თუ ვინმეს უნდა რომ ქრისტიანობა გამოიჩინოს, აი აქედან უნდა ისწავლოს. ეს არის ნამდვილი პედაგოგიკა, რასაც მაცხოვარი აჩვენებს, როგორ დიალოგს აბავს. განა მაცხოვარმა არ იცის ეს ქალი ვინც არის. რატო არ ეუბნება პირდაპირ რომ შენ 5ჯერ განათხოვარო ქალო, როგორ შეიძლება ჯულს რომ არ ღვევ? სამარიტელი ხარ, სექტანტი ხარ. 5ჯერ გათხოვდი, არ ჯულს იცავ, რა მოხდებოდა იცით ეს ქალის ვედრა რო ედგა ალბათ ესროდა იმას და წავიდოდა თავის გზაზე. ნახეთ როგორ იწყება ლაპარაკი. თუ შეიძლება წყალი დამალევინე. ესეუნება რომ მეო შენო როგორ მთხოვო? წყალსო ებრაელებიო. შეხება კი არა გამარჯვების თქმაც აკრძალული აქვს თუ სამარიტელებისთვის. და მაცხოვარი ეუბნება რომ იცოდე ვინ გთხოვსო შენო წყალსო? პირიქითო შენც მოსთხოვდიო მასო წყალსო და მოგცემდაო ცოცხალ წყალსო. რომლის დალევის შემდგომაც შენ არასდროს აღარ მოგწყურდებაო. ნახეთ როგორ საფეხურებრივად აყავს რაღაც სულიერ სიმაღლეზე, რაღაცის ჩვენება უნდა, რაღაცის მინიშნება უნდა, იმიტომ რომ რომელ წყალზეა ლაპარაკი? თუ ამ ჭის წყალზეა ლაპარაკი, რომელი წყალია ისეთი რომ დალევ და აღარ მოგწყურდება. არ არსებობს ესეთი წყალი. დალიო და აღარ მოგწყურდეს ესეთი წყალი არ არსებობს. ანუ რელიგიაზეა ლაპარაკი. რელიგია რომელიც ჭეშმარიტება უყრია ხელთ. ამ ჭეშმარიტებას თუ მოიხელთებ, რა თქმა უნდა, აღარასდროს აღარ მოგწყურდება. სხვაგან საძებნელი აღარასდროს აღარ გექნება ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ჭეშმარიტება არ შეიძლება ორი იყოს. ჭეშმარიტება ერთია და თუ მოიხელთე, სხვაგან აღარ გაიქცევი მის საძებნელად. ამის შესახებ არის, რა თქმა უნდა, ლაპარაკი. ხდება ეს ქალიც რაზეა ლაპარაკი და ამიტომაც ეუბნება, რომ მომეციო მეცო ეგ წყალიო, მაგრამ რომ მიიღო ასეთი წყალი ჯერ უნდა საკუთარი თავი შეიცნო. აღიარო უნდა შენი სისუსტეები. ამიტომაც მაცხოვარი მას პირდაპირ ეუბნება. კი არა ამ ხელს მას ესე პირდაპირ სიტყვით, არამედ ეუბნება, წადი და დაუძახე შენს ქმარს. პასუხი ამ ქალისგან გახლავთ ესეთი, რომ არ მყავს ქმარი. და მაგის სწორიაო, მართალიაო, იმიტომ რომ მე 5ჯერ იყავი გათხოვდი და ახლა ვინც ყავს ის რა თქმა უნდა არ არის შენი ქმარი, იმიტომ რომ არ ითვლება ის კანონიერ ქმრად. ამას მრუშობა ქვია. ეს ქალი ეუბნება პირდაპირ ესეთ რამეს. მე მივხვდიო რომ შენ წინასწარ მეტყველი ხარ. აი ეხლა რასაც გეტყვით, მთელი სიბრძნე, მთელი მოვლენა შეიძლება ითქვას, დღევანდელი წაკითხული სახარებისა სწორედ ამ წინადადებაშია. ეუბნება ესეთ რამეს, რომ მე მივხვდიო რომ შენ წინასწარ მეტყველი ხარ. და რას თხოვს მას?
ეხა განვიხილოთ ბიბლიაში წინასწარმეტყველებს რას თხოვდნენ, როდესაც მიხვდებოდნენ რომ ვიღაცა იყო ღვთისკაცი, აი მაგალითად ელისეს თხოვდა ქალი ერთი, რომელსაც შვილი არ ყავდა, შვილი მომეცია და მისცა. ცუდად გაუხდა ეს შვილი ელისესთან წაიყვანა, განმიკურნეო, განუკურნა. ანუ ყოფით თხოვდა ყველაფერს. და ამ ქალის მთელი სიბრძნე ნახეთ რაშია, წინასწარმეტყველი დგას მის წინ. და ამ ქალს სერიოზული პრობლემები აქვს. 5 ქმარი ყავდა და არც ერთი არ გამოადგა. და ყოფით კი არ თხოვს. ქალურ ბედნიერებაზე კი არ ლაპარაკობს, აქ რო იციან ხოლმე თქვა რაღაც ქალურ ბედნიერებას ვისურვებ. არა, ეკითხება ესეთ რამეს, რომ სად არის ნამდვილი თაყვანისცემის ადგილი, იერუსალიმში, თუ აი ამ მთაზე, რომელზეც ჩვენ თაყვანს ვცემთ. და მაცხოვარიც რა თქმა უნდა აფასებს მის სიბრძნეს და ამიტომაც პასუხობს, რომ ღმერთი არის სული და ამიტომაც სულით ჭირდება ჩვენ მისი თაყვანისცემა. იმიტომ რომ რა ადგილას იქნები ამას კი არ აქვს მნიშვნელობა. მე მომლოცველთა ის მინახავს ჯგუფები, წასული და წამოსული, მეც მათ შორის და წმინდა ადგილები მოგვივლია, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ მინახავს ადგილები, მაგალითად დავით გარეჯი მინდა გითხრათ და პრობლემურია დღეს საქართველოში. დავით გარეჯელი იერუსალიმში კი არ შევიდა. მივიდა და გადაიხედა შორიდან. აიღო 3 ცალი ქვა და მოტრიალდა უკან და წამოვიდა. იერუსალიმში არ ყოფილა დავით გარეჯელი. მაგრამ თვითონ დავით გარეჯი გახდა ისეთი წმინდა ადგილი, რომ იქ დადიან ადამიანები სალოცავად და განსაკუთრებულ სიწმინდეთ მიაჩნიათ. რატო? იმიტომ რომ ადგილი კი არ განწმენს კაცს. კაცმა უნდა განწმინდოს ადგილი. და ეს არასდროს არ დაგავიწყდეთ. მომლოცველობა ვისაც გიყვართ, იცოდეთ რომ ადგილი ვერაფერს ვერ გიშვენით. თქვენ უნდა შეძლოთ ეს, რომ თქვენ უნდა განიწმინდოთ და განიწმინდება თქვენს ირგვლივ ყველაფერი. ამიტომაც მაცხოვარი მას პასუხობს, რომ ღმერთი არის სული და სულიერი თაყვანისცემა ჭირდება მას და არავითარ შემთხვევაში რაღაცა გეოგრაფიული ადგილით არ იქნება და მოვა ეს დრო ეუბნება, იმიტომ რომ მაშინდელი კანონით რა თქმა უნდა მხოლოდ იერუსალიმში შეიძლებოდა თაყვანისცემა. მაგრამ უნდა დადგეს ის დრო, როდესაც შენთვის იერუსალიმი იქნება იქ, სადაც არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა. და ეს ჩვენ ყველას გვეხება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არავის გული არ დაწყდეს, ვინც არ არის იერუსალიმში ნამყოფი, რომ მას არ უხილავს იერუსალიმი. ყოველ წირვაზე თქვენ იერუსალიმში დადიხართ. ყოველ წირვაზე თქვენ იმ დიდი ხუთშაბათის საღამოს იხსენებთ. ყოველ წირვაზე ჩვენ იმ საიდუმლოს ერობის მაგიდასთან, ქრისტესთან ერთად ვხედავთ. ამიტომაც ამ ქალის ძალიან დიდი და დიადი სიბრძნე გახლავთ სწორედ ეს, რომ მას აინტერესებს არა რაღაცა ყოფითი, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ ღმერთო მომეცი ჯანმრთელობა, ღმერთო მომეცი მადლი, ღმერთო მომეცი რაღაცა სულ ითხოვს ადამიანი. სულ გამუდმებული მოთხოვნა აქვს რაღაცა ღმერთისგან სულ რაღაც უნდა და ღვთის ნება არ აინტერესებს. თავისი ცხოვრება, იცით როგორ აქვს მოწყობილი, რომ ღმერთი რას უპასუხებს, ეს არ უნდა მოისმინოს, იმიტომ რომ არ აწყობდეს ეს პასუხი, მაშინ რა ქნას. ამიტომაც ღვთის ნებას არ გამოიძიებს ადამიანი და იწყებს ისეთ ცხოვრებას, როგორც თვითონ მას სურს. ამიტომაც რას აკეთებს? მოირგებს საეკლესიო კანონებს, მოირგებს რაღაცა ეკლესიაში დამკვიდრებულ წესებს, ყველაფერს სათავისოდ და ცდილობს, რომ ასე გააგრძელოს ცხოვრება. არ შეიძლება ასე დანუდაძმანო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ღვთის ნება უნდა გაინტერესებდეთ. ღვთის ნებას უნდა გამოეძიებდეთ. ფსალმუნებს რო კითხულობთ, იქ ყველა ფსალმუნში ეს არის გამეორებული, რომ ნეტარია ის კაცი, რომელიც გამოეძიებს უფლის ნებას. და თქვენ გაინტერესებთ რა არის უფლის ნება? სად უნდა წაიკითხოთ ეს? ეს არის ბიბლია. იქ წერია რაც არის უფლის ნება. გაინტერესებთ ქრისტესთან დიალოგი. ეს არის ახალი აღთქმა უნდა გადაშალოთ და ეს იქნება თქვენი დიალოგი ქრისტესთან. სადაც ნებას გაიგებთ მისას. სადაც საღვთო მადლი გარდამოედინება, როგორც უწყვეტი წყარო, ეს გახლავთ წყალი ცხოველი, რომლის შემდგომაც აღარასდროს აღარ მოგწყურდებათ, იმიტომ რომ არა ფიზიკური წყალი, რომელიც კვლავ მოგაწყურებთ, არამედ სულიერი წყალი, რომელიც დაგაპურებთ ისე, რომ არავითარ შემთხვევაში სხვაგან საძიებელი აღარ გექნებათ ჭეშმარიტების ჭირაღდან. ამიტომაც
აი ამ ბრძენი ქალის დამსახურება ნახეთ რა გახლავთ და ღმერთის კაცთმოყარეობა რაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება სამარიტელებთან შეხებაც კი ერთი შეხედვით ესე არის იუდეურ სამყაროში, მაგრამ მაცხოვარი მათთან მიდის და მოციქულად კი არ ირჩევს ვინმე კაცს, არამედ ირჩევს ისეთ ქალს, რომელიც ასეთი ბრძენია, მაცხოვარი წინასწარ ჭრეთს ამას და რაში არის მისი სიბრძნე უკვე მოგახსენეთ. ის ამ ქვეყნიურ ყოფას არ ითხოვს. ჩვენგან განსხვავებით ეკლესიაში ხანდახარ ამიტომ მოდის ადამიანი, რომ რაღაცა ამ ქვეყნიურია მხოლოდ სათხოვნელი და არავით არის სულიერი. და ნახეთ ამ ქალის სიბრძნე, როგორც კი ითხოვა მან, სულიერი შეკითხვა დასვა, სულიერი მიიღო და უფრო მეტიც მიიღო. მოციქულებრივ წოდებაში ავიდა, რადგანაც წავიდა, დაყარა ყველაფერი, გაიქცა იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდა და ყველას უთხრა, რომ აი ესეთი კაცი ვიხილეთ, რომელიც არის მესია, ანუ მხსნელი და მოიყვანა ეს ქალაქის ცხოვრებნი და 2 დღე იქ დარჩა მაცხოვარი და ქალაქის ცხოვრებნი ამბობდნენ, რომ შენი სიტყვებიდან კი არ წამსო, რა ჩვენ ვიხილეთო, მაცხოვარს მოусმინეთო, ამის გამო წამს და გჯერა უკვე მისი. უნდა გახსოვდეთ, ჩემო ძვირფასებო, დანო და ძმანო, ჩვენ ქრისტეში ყველანი ერთნი ვართ. აქ რომ დგავართ, ვევედრებით უფალს, რას ვევედრებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც უნდა იცოდეთ რა არის, რაღაც პრიორიტეტები უნდა გქონდეს. უპირველესი სათხოვნელი რა არის და ამის შემდგომ კიდევ კვლავ რა შეიძლება ითხოვო. უფლის ნების გამომეძიებელი უნდა იყო. უნდა გინდოდეს, რომ უფლის ნებისაებრი ცხოვრო, იმიტომ რომ ყოველდღე ამბობ ამას ლოცვაში და არ ფიქრობ ამაზე. იყავ ნება შენი ეუბნები ყოველდღე, დილით, საღამოს, რა ვიცი, შუადღეს, როცა ლოცულობ, მამაო ჩვენოს გარეშე არც ერთი ლოცვა არ იწყება. და მამაო ჩვენოს როცა ამბობდა ეუბნები, რომ იყავ ნება შენი, უნდა ეთანხმებოდე მის ნებას, თუ გინდა რომ მისი ნება იყოს. რაც შენ გაწყობს, მხოლოდ ის წინადადებები კი არ უნდა მიიღო მისგან. როგორც სექტანტებს აქვთ ხოლმე რაღაც ამოწერილი ცალ-ცალკე სტრიქონების ახარებიდან, არა, ერთ მთლიანობაში შენთვის უსიამოვნოც რომ იყოს, ღვთისგან არის და ამიტომ უნდა ღებულობდე მას. ღვთისგან მოწოდებულს ყოველივეს უნდა ღებულობდეთ. მართალიობის მაგალითი გახსოვთ, 10 შვილი დაეღუპა, მთელი სიმდიდრე დაკარგა და როდესაც ეუბნებიან, რომ რა არის ეს, სად არის შენი ღმერთი, ის პასუხობს, როგორ სიმდიდრე და შვილიერება თუ მივიღე მისგან, რატომ არ უნდა მივიღო სიღარიბე და უბედურება? ამიტომაც გახსოვდეთ, რომ ნება ღვთისა, რომლის გამომეძიებელიც უნდა ვიყოთ, გამუდმებით ამის თანხმობაში უნდა ვიყოთ ჩვენ და არა წუწუნით, არა იმით, რომ ეხლა ეს მაწყობს და ამიტომ კარგია და მიყვარს ღმერთი და ეკლესია. ეს არ მაწყობს და ამიტომ აღარ მიყვარს ეკლესია და ღმერთი. არავითარ შემთხვევაში ასე ცხოვრება არ შეიძლება. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. ღმერთმა გონება გაგვიხსნას ჩვენ ყველას, რომ გამოვეძიებდეთ მარადის უფლის ნებას. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე გითხრათ 26 მაისის შესახებ ორიოდე სიტყვით, რომ 1918 წელს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, ნანატრი დამოუკიდებლობა, თუმცა კი არა დიდი ხნით, ეს ძალიან მცირე ხნით 3 წელიწადი იყო, სულ მეტი ვერა, იმიტომ რომ ისე უბედურება დატრიალდა საქართველოში. ამის შემდგომ უკვე 1991 წელს კვლავ 26 მაისს, არა 9 აპრილს უკაცრავად, თუმცა კი ზვიად გამსახურდიას მიერ იქნა გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა, მაგრამ ეს ისევ 26 მაისს რაღაცნაირად უკავშირდებოდა იმ პირველი დამოუკიდებლობის დღეს და ამიტომაც ჩვენთვის ეს რაღაც ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომ თავისუფლება მოვიპოვეთ, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ჩვენი პრობლემა იცით რა გახლავთ? თავისუფლება გვინდა, ოღონდ თავისუფლებას პასუხისმგებლობა რომ ახლავს, ამ პასუხისმგებლობის განაწილება არ გვინდა. ნახეთ, თავისუფალი ნება როგორც კი მიეცა ადამიანს, ეს იყო ღმერთის საჩუქარი, მაგრამ ამ თავისუფალ ნებას თან ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობა. რა პრობლემა იყო, იცით? მან თავისუფალი ნებით გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა და ამიტომაც ვარ ჩვენ ახლა აქ და არა 64-ში. და სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემაც, რომ მივიღეთ თავისუფლება. აი მე უკვე იწყება ისეთი შიდა პრობლემები, ისეთი შიდა სერიოზული პრობლემები, რომ თავისუფლების არასწორი გაგება გვაქვს ჩვენ. ქრისტიანული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, თავისუფლება არა ის არის, რაც მოგინდება ისაკეთო. პირიქით,
ეს არის სწორედ ის, რომ შენ გათავისუფლდე ცოდვებისაგან და ცოდვებისაგან რომ გათავისუფლდე, ამისთვის რაღაცა კანონზომიერებით უნდა იცხოვრო. ესე გამოდის, რომ თავისუფლება არის სწორედ თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არის სწორედ მორჩილება, რომელ მორჩილებასაც ჩვენ ეკლესია გვავალებს. ქრისტიანული გაგებით ესეა. სხვანაირად თავისუფლება არ მიიღწევა. რაც შენ მოგინდება იმას გააკეთებ, ეს არ არის თავისუფლება. იმიტომ რომ სადღაცას გადაიკვეთება შენი ინტერესი ვიღაცის ინტერესთან და ის შენზე ძლიერი თუ იქნება და გაგლახავს აქეთ რაღაცა, სადღა არის მაშინ შენი თავისუფლება. თუ დაგჭაგრავს, წაგართმევს, ტერიტორიებს ჩამოგაჭრეს, სადღა არის შენი თავისუფლება. ამიტომაც თავისუფლების გაგება პირველ რიგში საჭიროა ქრისტიანულად. მეორედ თავისუფლების გაგება უკვე საჭიროა, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ამ ჯვარს არ უნდა გაექცეს არავინ. როგორც კი ადამიანები გაურბოდნენ ამ ჯვარს, ეს თავისუფლება უკუღმა უტრიალდებოდა ჩვენ ქვეყანას და ამიტომაც დგებოდა ის შედეგები, რომელიც შედეგებიც დაგვიდგა. რა მაგალითად, რომ 1918 წელს მიღებული თავისუფლების შედეგად ეკლესიას გამოუცხადეს, რომ არაფერში არ გჭირდებით და დაუდგათ შედეგი ნამდვილად. 1991 წელს რომ გამოცხადდა თავისუფლება, აი ამის შემდგომ ვიბრძვით უკვე, რომ აი ძალს არის ვიღაც ძალები, აქეთ ეკლესია და თქვენ ხედავთ ყოველდღიურ შეტევას, თუ ფიზიკურს, თუ სულიერს, როგორ მდგომარეობაში არის ეკლესია და როგორ იბრძვის და ვისი ავტორიტეტითაც დგას, ესეც კარგად ჩანს მთელი მსოფლიოს წინაშე. ამიტომ შევთხოვოთ კაცმოყვარე ღმერთს, რომ მოგცეს პასუხისმგებლობა, სამშობლოს თავისუფლება და სიყვარული პასუხისმგებლობაა დანო და ძმანო. არა სადღეგრძელოში საქმელი, არამედ საქმით საკეთებელი. იმიტომ რომ როგორც სარწმუნოება საქმეთა გარეშე მკვდარია, ასევეა მე სამშობლო მიყვარს, რამდენიც გინდა იძახე და შენ თუ სამშობლოს არ რას მომცემს მე სამშობლო კი არა, რას მივცემ მე სამშობლოს. აი ეს უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება. ძალა და გონება მოგცეთ ღმერთმა ყველას, ამინ.